დიფახო მეგობრებო, ხოთნიო სამოცველი გადაცემის სტუმრები კაბუ და ნინო ზოტელიძე. გამარჯობათ მეგობრებო, ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედით კაბუ, ნინო. ეხლა ეს ორი ადამიანი ყველა იფიქრებს რომ რა კავშირშია ერთმანეთთან. ხო და ნუ კავშირი არის ის რომ ძალიან ისეთი თქვენ სიმღერას მოусმინე, არ შემეძლო რომ გადაცემაში არ მოსულიყავ, არ მომეწვიეთ. ძალიან მაგარი ხო არის? ჰა? ძალიან მაგარი სიმღერა. ძალიან მაგარი. აი, ეს მაგარი ნაცვლად. და მოდი ამ სიმღერაზე ვისაუბროთ, ნინო, დუეტი. დუეტი, რომელიც დაიგეგმა 1000 ერთი ალბათ დაახლოებით 10 წლის წინ დაიგეგმა ეს დუეტი. 10 წლის წინ დაგეგმეთ ეს დუეტი. ქუთაისში დავგეგმეთ ეს დუეტი, რაღაც კონცერტი გქონდა ერთად და მის მერე დავგეგმეთ და ვეღარ განხორციელდა და ეხლა დავაყენეთ ეს უფრო საშველი. თხოვნით მივედი, უნდა გენახო. ხო. აუ ნინი. ეს მე თქვა ჩავწეროთ ერთად. არა მეთქი რა. არ გამოვა. და ზუსტად 10 წელი გავქრე. და მერე რო დაიწერა სიმღერა, მერე დაიწერა, ნუ ეხა ეს ჩაულებრივად იმით დამათრევდა თოკით. სადა ხარ? ნინი მოვდივარ, ისა რა ქვია, აი მანქანაში ვზიბარ. ოღონდ სახლში იყო ზუსტად ისეთი. ხო, მე ვდგევარ შენ корпуსთან. ხო. ჩამოდი, მეწაგება. და იქ ცოტა წითელი ლოყებით ჩავდიოდი ხოლმე, გაწითლებული. მაგრამ ნუ არა უშავს რადგან გაკეთდა და ჩაიწერა. ნიჭიერებამ გადაგარჩინა, ასე ვთქვა. ხო, დამკლავდა. ხო, ნუ კარგია ხა ეს დუეტი ხა ერთი 10 წლის მერე კიდე ერთი დუეტი ჩაწეროთ. ერთი 10 წლის მერე კიდე ერთი და რაღაცა მოხდები. ესე უნდა მიაყაროთ, თორე ერთი სიმღერით ახლა ესტრადის ჭიქჭიქს ვერ გააღვიძებთ. გამოვალ მე. არა, სხვათა შორის გვაქვს ისე. იდეაში ხო? 10 წლის მერე ხო? 10 წლის მერე. არა, შევამცირო უნდა, შევამცირო. ეგრე არა შე. და თავიდან ეხლა რო უთხარი რა გითხარო? 10 წელი გავიდა რა, 9 წელი ქონდა მაგისთვის რომ ჩაგეწერა დუეტი, ხო არა? ხო და თან 9 წელი ხომ ქონდა? იქ ხო შეფრაზა. გამოსწორების გზაზე დგას. კი, გზაზე გავიარე ეგზა ნინიტო, გამოსწორდი. კი. მე ვარ ძალიან პუნქტუალური ადამიანი ზოგადად. რა სიმღერა არის კომპოზიტორი ვინ არის? სიმღერა არის ჩემი, კაბუსი, რა თქმა უნდა, კაბუსი, ანუ რაღაც ერთობლივია. არაჭირება. ხო, ნუ მელოდია ჩემია. ისე სხვათა შორის ვფიქრობდით, რაზე უნდა გვემღერა, გახსოვს? აბა. ქობულეთში 1-2 წლის წინ ეს იყო დაახლოებით და იდეა ანუ გვინდოდა რაღაცა აი რაზე ვიმღეროთ პროტესტი რაღაცა სიყვარული თუ რაღაცა მეგობრობა და ბოლოს გადავწყვეტეთ ვნებაზე ვმღეროთ და პროტესტი რატო რაღაცის მიმართ რაღაც იცი რა არის კაჩავს პროტესტი ნუ კი გასაგებია მაგრამ ნუ ეს რაც გვაწუხებდა იმაზე უნდა გვემღერა მაგრამ ბოლოს მაინც ტურნეს გეგმავთ ისე ჩუმად გადავიხარხარი. ისე ჩუმად და მორცხლად. არა, შეიძლება საქართველოს ტურნე რა ასნიშნავს, ვიცი? არ ვიცი. აი მაგალითად ჯერ მღერი კლუბთან. შედიხარ მე კლუბში ბარისტოიკასთან მღერი, მე ნელა ნიце. მე სცენასთან რომ ვიყავ ტურნეს ბოლოში იგაღარ ფინიში. დასკვნითი კონცერტი გაქვს სცენაზე. ეგ არის ტურნეს შენთან ქვეყანაში. მაგალითად ტურნე გაქვს თუ არა? ტურნე გვექნება მაშინ ეგრე თუ არის. სადღაც რაღაცას დავგეგმავთ არანი? კი. გასაგებია. აუცილებლად. კომპოზიტორი შეეხარ და ვისაც რომ სტუდიაში ჩაწერე, ვინ არანჟირება ვინ არანჟირება არ გაგვიკეთებია ჩემ სტუდიაში, ამჯერად გავაკეთე სხვა სტუდიაში. ანუ შენ ქმარს არ გაუკეთებია არანჟირება? არ ეცალა ჩემთვის. თუ არენდე? არა, არენდე არ ეცალა. და ვიმუშავე საკმაოდ კარგ ბიჭთან, კობა მესხია არის ესეთი ახალი, ესე დამწყები არ არის, მაგრამ ძალიან კარგი ბიჭია, ისეთი ნიჭიერი და ერთად გავაკეთეთ ეს. ქუთაისელია ეგე? არა, მეგრელია კობა. ან ქუთაისელი არ არის? კარგია, ესე მომწონს, ოდესაც სიმღერები იქნება და მე იმდენად მომეწონა არანჟირება და იმიტომ ვკითხე, რომ არანჟირება ძალიან კარგია და ძალიან მომეწონა. ეს რაც შეეხება სიმღერას. დიახ. ნინო. იმედია შეასრულებ დღეს ჩვენთან გადაცემაში, მაგრამ მე მინდა ერთ პატარაზე გადაუხვიო, ცოტა კაბუზეც მინდა ვისაუბრო, იმიტომ რომ აი მაგალითად სერიალშიც თამაშობ კაბუ. ნუ ძველ ბიჭს თამაშობ რა.
ახალი ძველი ბიჭი. ახალი ძველი ბიჭი ქვია, მაგ პერსონაჟს ბიზნესი რო გაქვს, მაგრამ რაღაც. გააქვს ხშირად შეხება ძველ ბიჭებთან. ხო, ნუ მომიწია ეს ბოლო პერიოდი. ვინაიდან რადგანაც სცენამ რაღაცნაირად სცენასთან ცოტა კონფლიქტი მომივიდა თუ რაღაცა ისე რაღაც ეზოში გავიჩითე რა და მიწოდა რა თქმა უნდა ახლა იქ სტოიკები იყო რა თქმა უნდა ცოტა მოუგუნებდა გასტოდი წელი გეტკინებმა მე სტორდებიან როგორ არ იყო და მაგის მეტი რა იყო და მე მან ქუჩაში ისტორიები მაქვს მოსმენილი ანუ დედას გეფიცები სულ მეგონა რომ მეთქი ამას იგონებენ რა ვიღაც მე ანეკდოტები თქო რა არა ხალხო ეს რეალურია ყველა ანეკდოტი რაც იცით ნარკომანებზე არის მართალი ეს უნიკალური ნაროდია მე ეგეთი უნიკალური ტიპები არ მინახავს ბიჭო ისე იტყუებიან მეთქი კიდე მოიტყუე კიდე რა მაგრად იტყუე ნიჭიერად აი ვიძექი და ვიღიმოდი და იცოდა რომ არ მჯეროდა მაგრამ ის იცოდა რომ სიამოვნებდა დაგძელებდა ამას აბსოლუტურად და კაროჩე და სიმონ და ემინა ტიპი თავი იმინა ხელში მეჭირა თავი და მე სიამოვნებდის მენდი იმიტომ რომ მახსენდებოდა მე სცენაზე და მე ხო იდგავდა პედესტალი ჭირდებოდა თუ სცენაზე იყო კაცო საბარა ჩოლო მე ბოლოს ტაში ნუ არ მოსულა იქ ხო აზე ხე ტაში რა პონტია თუ ტაში უნდა მაგის ნუ არსებობს თო რა ქვია რა ქვია დაჯილდოება სპეციალური თო ქუჩის ტყუილი პირველი მაგ დაიწყай რა ერთ-ერთი რამდენიმე ერთი მაგალითად ერთ-ერთ უბანში არ დავასახელებ მაგარი კაცი ეს რო არა თქვა არ არსებულია რა ნუ შანსი არ არსებობს არ დუსკინა ერთი რა დუსო ახალი განთავისუფლებულია სიმონ გაზია იმინა გაზიანია დუსკინა სიმონ გამოდის სიმონ ხოძეა და აშვები ბიჭო და ზმა დახვდა სვაბოდაზე და ბრანით რა ივო რა რო კიდე მხوازე ხარ რა რომ ფრასკრუტ გაზე არ წავიდეს დუსო რა დუსო ტისაკი დადის აი ტისაკი რო გახსნის მანახეს მობას გარცებევნე ჯერნუ დამჭრი მაშინ და რაღაც რამსი მოხდა იქ ხანხა ხიპიში დაძაბულობა რა მე და დუსო ცოტა ისეთი ტიპია რა და პირველი ამას მოხდა ბიჭო დუსო ვაფშე ეს პონჩა მისული რა და გაკანეს თხლაშ მიცეს დუშო შენი დედა გახსნა ეს ტისაკი მოდი აკა მისდა მამ დაინახა ქურთია ძმამ დაინახა ბიჭო დუსო ნუ შვრები ბიჭო ნუ შვრები და აი კაცო და მოტრიალდა უნდა შვრა აუნა შვრა დუსო აი მინა გაჩერდა ბიჭო ყველაფერი შევიდნენ უნდა შვრა თანს მისგან გაუწყდა ბიჭო სადასტორმოზე უნდა შვრა რა ნუ შვრები ებრო ლიფტში შევიდა იცი ლიფტში რო შევიდა ლიფტში შევიდა მე მაპატიეთ არასრულწლოვანები ხო არ გვიყურებენ არა ძინა ონო ჯო პირველად გზდანში თო ხა წარმოიდგინე ორი ძალიან მაგარი გოგო შეყვა ლიფტში დუსკინას ბიჭო ბაგრაიჭ და ესე მიადო რილაქს ხელი გოგოებო რომელს მოგაჭირე მე რაღაც მოვიდა ფინგალს რაიკო მე რაბი ამათ მე პატივებს მეცემოდი ამათ მაგიდე ის რა სუმკები მეცემოდნენ კაროჩე რა მეცე მე მოკლეს თემაში დუშოს რომელს მოგაჭირო თუ კაროჩე ერთი მოგიყო კიდე მაგარი ერთი კაროჩე ნუ ერთი კოლორიტია ალიკა ჯაძა ალიკ სომეხი დილობიანი სულ მოწესრიგებულია
და როცა ეს კონფლიქტისადმი მაპატით, მაგრამ ესე საუბრობ. ერთი დიდი ბოდიში თქვენი დედა წაისული. ეს ბაგროდგას ბიუჟაზე ესე ეწევა რა. აკადემიურად ყავა აივოს ბიე. აკადემიურად ეწევა. და შარდენზია. მოწესრიგებული კაცია. ძალიან კაცო პიდჟაკი რამე შეკრული ღაილი ესე. ბავშვები მოვიდნენ. მაგრამ ყველაფერს ეკითხებიან ახლა ალიგას რა. აი მოდი ძმაო თუ არა გჯერამს პატარა ბავშვები. ჯაჯალიკ ქურდებს ხელს რათა არ ურტყამენ. სტივად. რემდე ჯერათ იმ ბავშვს სტივად. კიბათ. რა ხარ ბიჭო ხონა აეხსნა ეს რატო არ უტყავ. დაიცა დაეძარა. იმიტომ რომ ხონა დაეწყოს რა. მიხდა რა რომ ახლა ნუ ყვილია რა ხელა. აკადემიურად კარგი. სასაცილო ამბები იყო აი. არა ხონ ვეკიდე რა ბიჭო ჩამოყვე თუ ამრავია მაგრამ გამახსენდა ბავშვობის პერიოდი. ეხაც არის ანუ ხო? არის რო ადაობს როგორ არის. ეხლაც არის. მე როსა ბიჭები რას ძახნო. ყველაფერი ყველა. აი გადავიდეთ სიმღერაზე. აი ეს სცენა არის განკუთვნილი თქვენთვის. გენაცვალ. სიმღერას რა ქვია ნინო? ყველაზე მეტად. ყველაზე მეტად. ეს მიკროფონები გამომართვით. მე მანამდე ჩვენს მაყურებელს დავიმშვიდობებ, ძირფასო მეგობრებო, დღეს მე ამით გემშვიდობებით, ერთმანეთს შევხვდებით იქის პარასკევს, მანამდე მოვუსმინოთ ნინო ზოწენიძე და კაბუ.